ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ ჩვენი ყოფილი შტაბ-ბინიდან, ჩვენი ოფისიდან. ნახოთ რა ხდება, ჩვენ ხომ ნახეთ რა ხდება ახალ ოფისში, რაც მაესტროელები არიან. გამარჯობათ. გვაინტერესებს რა ხდება, კლინ-კლუნ. არ შეიძლება რომ ეროსი არ არის? რას უყურებენ? კამერებს უყურებენ? დისტანციონი კი არა და security-ის კამერებს უყურებენ. ვაფშე გავიდნენ საყარაულოდან. ის კამერა გვინდა რომ შევიხედოთ. ვაფშე გაქრნენ. აქედან ხო არ ავიდეთ? ეროსის გმირობა გავიმეოროთ, აი? თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. მტვრიან ფანჯარაზე წერია აქ შეძრა ეროსი. აქ შეძრა ეროსი წერია. ეროსი აი წავიდით. არ გამოგვივიდა არაფერი, არ შეგვიშვას. სად წავიდოდი ძვირფასო ტელემაყურებლებო თუ არა აქ? გამარჯობათ. არაფერი არ ჩანს. სამწუხაროდ არაფერი არ ჩანს. გამარჯობათ. შეიძლება ჩამოუშვათ შუშა? არა, ტექნიკა მანს ვიფრებს. ტექნიკის განვითარება მანს ვიფრებს. ამერტი აქედან მოვუაროთ. აქედანაც არაფერი არ ჩანს, ხო? აჰა. გამარჯობა, შეიძლება რაღაც პატარა საქმე გვაქვს. რაღაცაზე რომ დაგელაპარაკოთ, კეთილო ადამიანებო, შეიძლება? ეგრევე რომ რეკავთ? თუ არ რეკავთ? ანუ რას უშვები ამ ხალხს? კაი, კარგად იყავით, ნახვამდის. რაც გვიშვება ეს აკაშვილი, ა? გამოცადოთ კენონის ხიბლი ძვირფასო ტელემაყურებლებო. არ ჩანს არაფერი რა, ძალიან ზაწიმნიონია. გამარჯობათ. შეიძლება? კაკუნ. არაფერი არ ჩანს მაინც. გაუმარჯოს პროგრესს და ცივილიზაციას. გაუმარჯოს იმპრაციტელ ხედვას. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძალიან მაგარი დასაწყისია გადაცემის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გეტყვით როგორ ვირჩევთ თემებს ჩემი გადაცემისთვის. კარგი ხალხი რეკავს, ზოგი ანონიმურად, ზოგი ღიად, Facebook-ით მიგზავნიან თემებს. ერთ-ერთი ასეთი თემა იყო შემდეგი. არსებობს თბილისში ვეტერანთა პოლიკლინიკა და ჰოსპიტალი, ემსახურებიან ომის ვეტერანებს და გითხეს რომ იქ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მიშა თავს იწონებს სამართლობების გახსნით, ნახოთ რა დღეშია ეს სფერო. აი ეს არის საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი. თქვენ ვეტერანი ბრძანდებით, ხო? დიახ. აი ჩვენ გვაინტერესებს რა დღეში არის, აი აქ ბატონო? ხო. აი ეს პოლიკლინიკა თქვენ გეკუთვნით? თქვენ გემსახურებათ, ხო? კი. მაყოფილი ხართ? რაღაც მე შარ მოვსულვარ რომ ყურადღებით. აი ყველაფერი კარგად არის, ხო? აი დავთვალიეროთ, აბა რა ხდება. გამარჯობათ. ლექცია გააქვთ? გამენახე რომ შალვა რამიშვილი.
გადაღებითა ვარ მოსული, იცოდეთ, აგე? თქვენ ხელს გიშლით, ხო, ეხლა ლექცია გაქვთ. უკაცრავად. ბავშვები სტუდენტები არიან, ხო? ჩვენ გვინდა ნახოთ რა მდგომარეობაშია მედიცინის ეს სექტორი. ხო და ვათვალიერებთ, იმიტომ რომ ვეტერანებს როგორ უვლის სახელმწიფო, მაგრამ ხელს არ შეგიშლით რა. გამარჯობა. როგორ არის საქმეები? ოღონდ შეესწრაფ მითხარით. ფული ყოფნით, რასაც სახელმწიფო გამოგიყოფთ ხოლმე? ჰა? ძალიან არ არის, კარგი მდგომარეობა. ხო? ძალიან მწირი. და ეკუთვნის თავს ვეტერანებს. რამდენია საერთოდ, აი, რამდენი უნდა იყოს და მოკითხვაზე ეკონომისტი უფრო ზუსტად გაგცემთ. ხო, მაგრამ თქვენ ხო ექიმი ბრძანდებით? ჩემი ხელფასი ამ წუთში შეადგენს 173 ლარს. რამდენს? 173 ლარს. და უკაცრავად, რამდენი ხანი მუშაობთ აქ? ანუ როგორ მუშაობთ? 2000 წლიდან. არა, ვერ მთელი დღე აქ ხარ? დიახ. და რამდენი გაქვთ ხელფასი? 173. რაღაც დანამატები არა გაქვთ, თუმცა ვეტერანებმა რა უნდა გადაიხადო. 173 ლარად მუშაობთ? დიახ. პენსია აღარ არის ამდენი. გმირი ხართ, ესე იგი, რეალურად ყოველგვარი ზედმეტი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ. 173 ლარი ძირფასო თქვენ ექიმები გინდათ რომ გამოხვიდეთ? აი ზადა ხართ რომ აი ესე იმუშაოთ? 173 ლარი. არა. ხარ ზად ბავშვები? 173 ლარად არა. ისე აი მართლა ძალიან გავოცდი ახლა. მე მეგონა 800-700 ლარი იქნებოდა. ეხლა ნახე ექიმი 173 ლარად მუშაობდა. ეს კარგი ქალი იყო ძალიან რა. აი ესეთი მწირი დაფინანსება. თქვენ რა საქმეზე ხართ? მამა ჩემი აქ უნდა მოვიყვანო ვერყვევი სიტუაციაში ერთხელ მყავდა საშინელი მდგომარეობა, ძალიან მწირი დაფინანსება და აი მინდა ეხლა თავარი ექიმის ნახვა, იმიტომ რომ უნდა ჩავაყენო საქმის კურსში. სადღაც ზევითო მითხრეს და ზევითო 173 ლარი როგორ უნდა იმუშაონ ადამიანებმა აქ მიკვირს. თუნდაც ყველაზე ღვთისმოსალმა და კარგმა ექიმმა. ჩვენ ვიმყოფებით ვეტერანთა საავადმყოფოში კი არა და პოლიკლინიკაში. გამარჯობა, დირექტორი ან მთავარი ექიმი არ არის? გამარჯობა, თქვენ აქ მუშაობთ გენცვალე? არა, დეინა. ხო. ვეტერანი ვარ სოფლიოში. სოფლიო მის? რამდენი წელი ბრძანდებით? რამდენი წელი ძვებოდა საუკუნის წლებში ვარ, 83 საუკუნე. გენაცვალ, თქვენი სახელი? ლიდა დეიდა. ლიდა დეიდა, თქვენ აქ რაღაც სამკურნალოდ ხართ, ხო მოსული? სამკურნალოდ გერო ვენაცვალი ამ გოცვიდანს. ხო. ეგი აცოცხლებს გიჟებს, კეტებით დაძდევენ ამ ხალხს. ვინ? ვინ ავადყოფები, გიჟები დეიდა. რამდენი გიჟი დავაბრუნე კლავდავი ექიმებს. ვის? ექიმებს? ექიმებს, მოკლა უნდა დეიდა ამ გიჟებსulis. თქვენ რა გჭირთ? მე ავად ხარ თუ? ავათარობე ვენაცვალე გოცვიდას, აქ ცხოვრობდი, ყველაფერი ვიცი. როგორი ხალხი და ვინ იყო აქ? კმაყოფილი ხარ? რაგი, ვეიმე ვენაცვალე ამგეთ მე. რატომ მითხავ დეიდა? ცხოვრობე, ამათ ვაცოცხლე ჩემი ქმარი, მაგრამ მიქერ გაბრიელი რომ მოადგა, ვერც ამან უშველა და სტალინის ვერჩელა, ვერავინმა და ლენის და ამით რა ეკნა. ღმერთმა დიდხანს გაძლება მოგცეთ დეიდა. ნუ თქვენ გენაცვალე, კაი ხარ. თქვენ სად მუშაობდით ადრე? მე არსად პედაგოგი ვარ, რა მაგრამ სასწავლით? არაფერს ბებო. წარმოშობით გურული ხო არა ხარ? იმერელი ვარ, ელიავაძე მაცხოვრებელი. წამარჩენ, ქორვატირობა წამარჩენ დეიდა და დიდხანს იცოცხლეთ. დიდხანს იცოცხლეთ. თქვენ ბედნიერად იყავით. ამ გოცვიდან პატივი კი, აუცილებლად. გამარჯობათ. თავარი ექიმი გვინდა? მესამეზე ავიდეთ? საიდან? აქედან? აქ რა არის? ეს კარდიოლოგიური საავადმყოფოც აქ არის? შეიძლება დავათვალიეროთ? გამარჯობათ. ხელს ხო არ შეგიშლით რომ შემოვიდეთ და გადავიღოთ? შალოა რამიშვილი. შეიძლება? გამარჯობათ, მოგზანდით. თქვენი სახელი? დავით. ბატონო დავით, ეხლა ვაკეთებ გადაცემას ვეტერანების მდგომარეობაზე საქართველოში. როგორ მოგხედეს, რა პირობებში ხართ? მაყოფილი ხართ თუ არა? თქვენ რამდენი წელი ბრძანდებით? 70. რისი ვეტერანი ხართ? ფაზეთის და ცხინვალის. დიახ, მაყოფილი ხართ? აი, სიტუაციით მაყოფილი როგორ უნდა იყოთ, მაგრამ სულ არამობას რა, ფოტო ეკონომიურად აქ მოვდივართ. ხო არა? ხო. რითი ხართ? ანუ რამდენი ხანი უნდა იწვეთ აქ?
დაახლოებით 1 კვირა რა. 1 კვირა და? გუშინ მოვედი მე. უკეთესად ახლა. თვალოდან ვიკეთებ, სწავლებს ვიკეთებ, ვერას ვიკეთებ მე. ანუ აყოფილი ხართ, რაც არის იმით. რა ვქნა თაბარ გაჭირებაში ეცარი არის. აქ ხა კვება არა გაქვთ ხო თქვენ? კი. კვებაც არის ხო? არის კი, დილის 60 და რაღაცა. აი ეს არის პალატა ყველაზე კარგი არ არის რაც არის კი. ექიმები გაყოფილი. კი, ყველაზე პალატა ეს არის, აი პალატა, იმიტომ რომ მარტო ვარ და ახლა დღეს. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მადლობთ. მე მინდა რომ უბრალოდ უკეთესი იყოს და ამიტომ მიღებთ ამას. გამარჯობათ. გამარჯობათ, როგორ ძანდებით? ექიმი ძანდებით თქვენ? არა ვარ ექიმი. აბა? მე დივანი ვარ. ეგ თავი ექიმი გვინდა. ერთ წუთი მო. დაველოდებით. ამ შენობას არ შეხებია ხელი კომუნისტების მერე საერთოდ, ხო? სხვა შორის უკმაყოფილო ხალხი არ ვნახე, ჯერ. ერთი წუთი ბატონო. უკმაყოფილო პაციენტი ჯერ არ მინახავს. ორი პაციენტი ვნახე და ყველას მოსწონს. მაგრამ იცი ვნახეთ, ექიმი ვნახეთ, კარგი ხალი, ძალიან დაბლა და 173 ლარი მაქვს ხელფასში. და გავოცდი. ეს ასია საერთოდ ბატონო. 173 ლარად ყოველ დღე აქ ვარო. გამორიცხულია რომ 173 ლარად. კი, ძალიან კარგი ხალი სტუდენტები ყავდა. ხო. და 173 ლარად. ჩვენ მეტი ხელფასები ძალიან მწირე დაფინანსება. ხო, მაგრამ რას ნიშნავს ეს? რა არის ეს? როგორ არის ჩვენ საქმეში? ქვეყანაში საქმე კარგად? როცა 173 ლარი გამხელა ხალხს. და მithქვამე რომ კარგად არის საქმე? არ იცით მithქვა? რა ვიცით? რემონტი საერთოდ არ არის. არანაირი. პირობებიც რეალურად არ არის, მოდი ესე ვთქვა. და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯია, რასაც და არ დავამტკივეთ. და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯია, ხა რა ხდება? ხო ეგრეა. უჭირს ქვეყანას. კარგით რა, უჭირს არა ის. ვის უჭირს და ვის უხეს კიდე. ხალბატონო ეკა. იცით მე ვინა ვარ და რა მიზნით დავდივარ. რა მიზნებით დავდივარ. ესე იგი, ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ძალიან კარგად არ არის საქმე, მაგრამ წინ მიდის საქმეები რაღაც ჰოსპიტალურ სექტორში და სამედიცინო ჯანდაცვაში. და ეხლა ვათვალიერებთ აქ აქაურობას. მაინდა-მაინც აქტუალობაში არ მოდივართ, მაგრამ 1-2 პაციენტს დაველაპარაკეთ. და ექიმებზე ამოძით დედამთვარე ოღონდ მართლა იმორს. მე ვნახეთ ექიმი. არა, მეტი ვერ ვნახეთ რა. მაგრამ ავადმყოფები ვერ ნახეთ. ავადმყოფები ვერ ვნახეთ, ექიმები არა. ავადმყოფებზე გელაპარაკეთ. მე ვნახეთ ექიმი. რომელსაც გითხარ რომ 173 ლარად მუშაობს ხო? ეხლა ადამიანი ყოველთვის არის უკმაყოფილო თავისი ხელფასი და ცხოვრება. გასაგებია ეხლა ადამიანს 100 მეტი ხელფასი აქვს, შეიძლება უფრო მეტი და მეტი. 173 ლარად სპეციალისტი შეიძლება რომ იმუშაოს. არა, ნამდვილად არ შეიძლება. $100 იმისი იმედი რომ ყველაფერი გაუმჯობესდება. ხო, მაგრამ როდის გაუმჯობესდება? აი, ერთი წელი რა გაუმჯობესდება. ეს არის მაგი ეხლა მე გადავწყვიტავ. თქვენ ჯანდაცვის პოლიტიკით ქვეყანაში ას მიმდინარეობს მაყოფილი ხარ? იცით რა, მე საერთოდ რაღაცებით ვარ კმაყოფილი და რაღაცებით არა. შეიძლება ადამიანი ყველაფრით კმაყოფილი იყო და ძირითადად კმაყოფილი ხარ? ძირითადად ეხა მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მედიცინა ძალიან წინ მიდის. ეხლა გიგანტური ნაბიჯები. არა, რატომაც არა, ეხა ძალიან ბევრი დაავადება ისეთი, რომ ჩვენი ექიმები ძალიან ექიმების პროფესიონალიზმი არ ლაპარაკობ. მე გელაპარაკებით ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანებზე. ამ სისტემით მაყოფილი ხართ თუ არა? ანუ სწორად იმართება ეს სისტემა? არა, მე ისა თორე ექიმები რომ მაგრები ყავს, ძალიან დიდ პატივს გცემთ. ეხლა თქვენ ასეთი რადიკალური კითხვებს რომ მისმევთ მე ეხლა მე არა, უხერხულ მდგომარეობაში კი არ მაყენებ. თქვენ გინდათ უშუალოდ ამომწურავი პასუხი, კი ან არა. მე ვერც კის გეტყვი და ვერც არას, იმიტომ რომ გააჩნია რა შემთხვევაში. გააჩნია ხა არის რაღაცები. არის თუ არა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ორიენტირებული იმაზე, რომ ხელმოკლე ადამიანებმა, რომელიც არის უმრავლესობა, მიიღოს მეტნაკლები რა თქმა უნდა, არა, მე ისი თქმა მინდა, რომ რადგან ყველაფერი მიდის იქეთ, რომ ყველაფერი გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს და მიდის? მე იმედი მაქვს, რომ უნდა წავიდეს. მე ეხლა ვიცი ზუსტად. აქ არ არის კარგი მდგომარეობა. მოდით, აი ესე გეტყვით მე რომ ჯანდაცვა კი არა და ნებისმიერი სფერო განვითარების სტადიაშია. სად, რამდენი ხანია? არა, ნუ ეხა ხაჭაპურიც არ ცხება, შალვა ძალიან უცბად ოჯახში, ხო, მაგრამ კარგი პოლიტიკოსი გძადებით.
არა, მაგრამ მე ერთი რაღაცა კარგი პოლიტიკოსია. ექიმი ამბობს, რომ ჩვენ მიზერული ხელფასი გვაქვს. ეხა მინდა გითხრათ, რომ მართლა სრულად ასრულებენ ჰიპოკრატეს მიწის მიხედვით. ძალიან არარეალურია 178 ლარი. არ არის ეს ხელფასი დაცინვა დამლაგებელს კომერციულ ორგანიზაციაში აქვს გაცილებით მეტი ხელფასი ვიდრე სპეციალისტ რომელმაც დაამთავრა უმაღლესი ადამიანის გადარჩენა ევალება იმას და 178 ლარი არის დაცინვა მართლა არა ვარ მართალი? არა, გეთანხმებით ნამდვილად, რომ დაცინვა მიზერული დაცინვა. ეს არის შეურაცხყოფა. საკითხს მინდა გითხრათ. ხო. ძალიან სერიოზულად. როცა ქალი იჯდა ლექციებს კითხულობს. საკითხი მთელ მსოფლიოში არის ძალიან სერიოზული. მსოფლიოში არა, საქართველოში. მე საქართველოზე გადმომაგე ხარ, რადგან ჩვენ ცხოვრობთ ევროპული სტანდარტებით და რა ევროპული სტანდარტებით ცხოვრობთ? ჩემო კარგო მომისმინე. თქვენ გონიათ რომ ჩვენ ევროპული სტანდარტებით მე კი ან გონია რომ ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ არის რაღაცა უნდა იყოს და იქნება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან დიდი ოპტიმიზმი. შეიძლება რაღაცა. რა თქმა უნდა შეიძლება, ხო როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანაში საქართველოს ასეთი სერიოზული ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს და კაი ხალხია, არაფერი ბრალი არ მიუძღოთ ამ ვითარებაში ექიმებს სულბასთან. მე გითხრათ, იცით? ყველა ადამიანი მათ შორის ექიმები აკეთებენ თავის საქმეს. პოლიტიკოსებმა ძალიან ბევრი იფიქრონ, რომ ვეტერანებსაც ძალიან ბევრი კონდეს. ექიმებსაც შესაბამისად დიდი ხელფასი კონდეს და აი ეს გადაწყვიტოს მთავრობამ, გადაწყვიტოს პოლიტიკოსებმა და მე ნამდვილად ვერ გადავწყვიტავ ამას ჩემო შალვა. ძალიან დიდი პატივი. სასიამოვნო იყო. მე თქვა ხელი მოგიმართოთ. ძირფასო ტელემაყურებლებო, აი ესეთი ვითარება არის აქ. აი ასეთი მოკლე და საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა დღევანდელი აკრედიტაციის გარეშე. რამოდენიმე თემიანი. გაუმარჯოს მეცნიერების მიღწევებს. არ გაუმარჯოს ქართულ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ექიმებს ასეთ დღეში ამყოფებს. გაუმარჯოს მაესტროს, თქვენ ერთმანეთს შეხვდებით ორშაბათს 22 საათზე და 30 წუთზე. ნახვამდის. ჩაო.